გოჩა აქ ამოთახში არ კი ბატონო, ანუ შეგიძლია არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიელ ხალხთა თანამდებობა მივესალმოთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ტარდება ღია და გამჭვირვალედ საატესტაციო კონკურსი და ასევე არიან მოწვეული პროფკავშირები. აღსანიშნავია ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ტარდება ტესტირება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, გამოცხადებულია 55 ვაკანსიაზე, ეხლა კონკრეტულად ტარდება 35 ვაკანსიაზე, ხოლო ერთი თვის შემდგომ ჩატარდება 20 ვაკანტურ ადგილზე. მონაწილეობა მიიღო, ანუ ტესტირებამდელი პერიოდი გაიარა 610 ადამიანმა რეგისტრაციის, აქედან დააკმაყოფილა მხოლოდ 100 ადამიანმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ეს 100 ადამიანის ტესტირების პროცესი გაიყო 2 დღედ, ჩატარდა გუშინ, ტარდება დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ და ზეგ გაიმართება მათთან გასაუბრება. რაც შეეხება თვითონ კომისიის შემადგენლობას, ეს განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა, ანუ კომისიის შემადგენლობაში შედის პროფკავშირები, შედის არასამთავრობო სექტორი, შედის თვითონ ჩვენი სოფლის უნივერსიტეტის პროფესორები და რა თქმა უნდა სამინისტროს წარმომადგენლები. ხოლო გასაუბრებაზე მოწვეული ყავს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და გვინდა რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაცული ის სტანდარტები, რასაც თვითონ საკონკურსო პირობები ითხოვს.